და გაგაწმილოთ და ბოდიში უნდა მოგიხადოთ იმის გამო რომ გავოდინეთ. სიმართლე გითხრათ მე დღეს ვაპირებდი ლაივის ჩაწერას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა ჩემი ყიდვა გასხვისება და ნუ ასე შემდეგ აღარ ჩავალ დეტალებში და დეტალურად მინდოდა მომეყოლა თუ რა ხდებოდა სამშობიაროში, შემდგომ უკვე რა ხდებოდა მას მერე რაც გავიგე ვინ არის ბიოლოგიური მშობელი, როგორ შემხვდნენ, როგორ დამხვდნენ. მაგრამ მე ველაპარაკე მამას და მოუყვები, რასაც ვაპირებდი და მე ვერ ხვდები როგორ შეიძლება რომ ადამიანი იყოს ესეთი შემწყნარებელი. მართლა ვერ ხვდები, არ მესმის, მაგრამ ნუ მითხრა შეუნდეო რა. იმიტომ რომ არ ღირს ჯერ პირველ რიგში შენი ნერვების ფასადო და ღმერთი ყველას გასცემს პასუხსო რა. და ჯობიაო რომ არ მიაქციო ყურადღება და ამ ეტაპზე შეუნდო და მოუთმინოო და მე თვითონ მიხვდებიანო რამხელა შეცდომა დაუშვეს ეხლაო. აი იმ ყველაფრით რასაც ეხლა ჩემს მიმართ აკეთებენ და ამიტომ ამ ეტაპზე მე ვითვალისწინებ ერთადერთი რასაც ვითვალისწინებ არის მამის აზრი, რომელმაც მითხრა რომ უნდა ვიყო შემწყნარებელი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ტყუილები და რამხელა არასწორი ინფორმაციები იდება კომენტარებში, რასაც წერენ ეს ფეიქები. ნუ ჩემთვის არა ფეიქები, მაგრამ ნუ ვითომ ფეიქები. ვერ წარმოიდგენთ რამხელა მარაზმი იწერება. მინდოდა მათთვის პასუხის გაცემა, მაგრამ მითხრა რომ ღმერთი ყველას გასცემს პასუხს და შენ თავი დაანებო და მეთქი დროებით დავანებებ თავს თქო. დროებით თქო, ანუ აი ერთი-ორი დღე კიდე შევხედავ თქო და თუ კიდევ არ გაჩერდებიან და გააგრძელებენ აი ამ ხელა ტყუილების და ამ ხელა აგრესიის ბრკვებას, მე უკვე აღარ მოვითმენ თქო და ნუ რა ვიცი ვითმენ. დღეს აქციაზე შემხვდა ჩემი ტყუპი თაკო. და ყოველთვის გვაქვს ხოლმე ამაზე საუბარი. ხან ის მიყვება თავისი მხრიდან, ხან მე ვუყვები ჩემი მხრიდან და ერთ-იგივე თემაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ნუ ესეა. რატომაც ესე ხდება, რომ მუდმივად გაშულებულ ბავშვებს გვიწევს სხვაზე ზრუნვა. ანუ ჩვენ გადაგმალეს, ჩვენ გაგვყიდეს, ჩვენ გაგვაშვილეს, ჩვენ მიგვაგდეს და შემდგომ უკვე ჩვენ გვიწევს მუდმივად სხვისი გათვალისწინება. მუდმივად სხვისთვის ხელის დაფარება და მუდმივად იმის გათვალისწინება, რომ ვაიმე იმ სხვაზე ვინ ჩვენ გაგვყიდა და ვინ ჩვენ მიგვაგდო, ვიღაცა მცუდი არ იფიქროს. ანუ ყოველთვის რაღაცნაირად დაჩაგრულის პოზიციაში ჩვენ ვართ და მუდმივად ჩვენ გამოვდივართ აი თითის გაშვერის მდგომარეობაში, რომ აი ამან როგორ გაბედა და როგორ თქვა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც მიაგდო. იცით რა არის, ტყუპებიც ესე იყვნენ ზუსტად. ტყუპებმა რომ დაიწყეს საჯაროდ იმაზე საუბარი, თუ როგორ გაყიდა მამამ, ტყუპები მამის სანათესაოს მხრიდან გახდნენ საოცარი ბულინგის, ტყუპების დედა გახდა მამის სანათესაოს მხრიდან საოცარი ლანძღვის ობიექტი, მხოლოდ იმის გამო, რომ გოგოებმა საჯაროდ თქვეს, რომ ისინი მამამ გაყიდა, ანუ როგორ გაბედეს და როგორ თქვეს, რომ მამამ გაყიდა და რატო არ გაითვალისწინა მამა და რატომ გახადა საჯაროდ ჯიჟგნის ობიექტი. და ეხლა სუსტად აი ის ხალხი ვინც ტყუპებს უწერდა ამ კომენტარებს, იგივე ხალხი მიწერს მე კომენტარებს, რომ მე როგორ გავბედი და როგორ თქვი საჯაროდ რომ მე ვარ გაშვილებული ბავშვი. არ ვიცი, ანუ მართლა ამდენი დავაშავეთ ჩვენ გაშვილებულმა ბავშვებმა, რომ 40 წლის მერეც ესე გვანძღოთ. ანუ ჩვენ ვართ ბავშვები, რომლებიც თავის დროზე გადამალეს. რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას დაუმალეს. რომლებიც თავის დროზე ბიოლოგიურ მშობლებს დაუმალეს, იმიტომ რომ ტყუპები დაუმალეს დედას, ჩემი არსეობა დაუმალეს მამას. ჩვენ ვართ ბავშვები, რომლებიც გაგვყიდეს, რომლებიცაც ივაჭრეს, რომლების ნახვის სურვილიც არ ჰქონდათ, რომლებსაც ემალებოდნენ, რომლებმაც არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ბიოლოგიური მშობლებიც იპოვეს, რომლებიც არ მიიღეს,
და ჩვენ ვართ ბავშვები, რომლებიც დღეს ილანძღებიან იმის გამო, რომ გამოვიდნენ და სიმართლე თქვეს. რა ვიცი, ეს არის სამართალი? ეს არის სამართალი? ეს დავიმსახურეთ ჩვენ? რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ჩემი და ტყუპების ისტორია გარდა იმის, რომ გადაჯაჭვულია, ჩვენ ხომ ნაცნობებიც აღმოვჩნდით მე და ტყუპები და რაღაცნაირად თან ისე ხდება, რომ პარალელურად გრძელდება ჩვენი ისტორიები რა, აი ძალიან ბევრი პარალელებია ჩვენ ისტორიებს შორის. ტყუპები გაილანძღნენ იმის გამო, რომ საჯაროდ თქვეს, რომ მამამ გაყრიდაო. მე ვილანძღები იმის გამო, რომ ვამბობ, რომ ვარ გაშურებული ბავშვი. და თან მე ჯერ არ მომიყოლია, როგორ მოხდა ჩემი სამშობლოდან გაყიდვა. არ მომიყოლია. ხო და ვითხოვ, რომ გაჩერდით და არ მომაყოლოთ თქო, იმიტომ რომ მე თუ დავიწყე ამაზე საუბარი, ძალიან სულად დამთავრდება. შემეშვით, გამეშვით და ჩემი სიმშვიდე და ჩემი სიჩუმე შეირგეთ. თორემ თქვენთვისვე იქნება უარესი. იგივე მინდა უთხრა ტყუპების მამის ანათესავასაც. ერთი წუთით არ ვფიქროთ, რომ ან მე ან ტყუპები განვიცდით იმას, რომ არ გვაქვს მე გამჩენთან და იმათ შემქმნელთან ურთიერთობა. ერთი წამით არ ვფიქროთ, ახლა მე ორივეს სახელი ვსაუბრობ, იმიტომ რომ აქვს ამის უფლება, იმიტომ რომ ბევრი გვისაუბრი ამ თემაზე. უბრალოდ ჩვენ გარდა იმისა, რომ ვართ ასე ვთქვათ სირცხვილის ნაყოფები და ის ადამიანები, რომლებიც გამოჩენაც არ უნდათ და რომლებიც ესე ღრმად იყვნენ გადამალულები, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც დავაშავეთ იმით, რომ ჩავისახეთ, დავაშავეთ იმით, რომ გავჩნდით და ეხლა უკვე ამდენი წლის მერე ვაშავებთ იმით, რომ გამოვჩნდით. მაშინაც ხვენოდათ ჩვენი და ეხლაც ვხვენიათ. ჩვენი და არასაკუთარი თავის. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებმაც თავის დროზე ცხოვრება ავუწეწეთ, ცხოვრება დავუნგრიეთ და ბევრი ტკივილი მივაყენეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მერე აი ეს ერთი ხელის მოსმით მოგვიშორეს, მიგვაგდეს, დაგვივიწყეს. და ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც შემდგომ უგვეწლების მერე გამოჩენით ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს ამ ხალხს, იმიტომ რომ ჩვენ გავბედეთ, ჩვენ გამოვჩდით და ჩვენ გავბედეთ და ამაზე საჯაროდ დავიწყეთ საუბარი. ანუ ჩვენ დავაშავეთ ის, რომ უბრალოდ გავჩნდით და მერე გამოვჩნდით. ხმეთ არ ვიცი, აი სასაცილოა რა, სასაცილოა. ეხლა რომ ჩემი გამოჩენით ესეთი აგრესია და ესეთი დამოკიდებულება დავიმსახურე, თქვენ ხვდებით 40 წლის წინ ჩემი აღმოჩენით რამხელა ტკივილი მივაყენე ბიოლოგიურ მშობელს და როგორი აგრესია ქონდა ჩემს მიმართ მაშინ, როდესაც ჩემზე იყო სულად აი ხვდებით ეს რამხელა ტკივილი იყო. მესმის რომ ვერ გადახარშა ჩემი გამოჩენა, მაგრამ რა ვქნა, ჩემი ბრალი არ არის არც გაჩენა, არც გამოჩენა. ვერაფერს ვერ ვიზავთ. უნდა შეეგუოთ იმას, რომ მე ვარსებობ. თქვენ ცხოვრებაში არა, უბრალოდ ვარსებობ რა. დამშვიდით და გეყოფათ აგრესია და ამდენი ტყუილების წერა. გეყოფათ. ისევე როგორც 40 წლის წინ ხდებოდა საკუთარი სახელის გადარჩენა, როგორც ხდებოდა მხოლოდ საკუთარ სახელზე და საკუთარ თავზე ზრუნვა, ეხლაც იგივე ხდება. ხო და რა ვიცი, რა დავაშავეთ ჩვენ იმის ფასი, რომ გავჩდით. რა დავაშავეთ ჩვენ იმის ფასი, რომ გვიან გაიგეთ, რომ მოსულად იყავით. რა დავაშავეთ ჩვენ იმის ფასი, რომ აი ესეთი რაღაც დაგემართათ. არ არის ეს ჩვენი ბრალი. არაბინ არ გადანაშაულებთ თქვენ. არაბინ არ გადანაშაულებთ, მაგრამ დამნაშავის აქეთ ძიება, დამნაშავეების ძიება და სხვა ადამიანებზე ისრების გადატანა არის აი მარაზმი. მაშინ, როდესაც არავინ თქვენ არ გადანაშაულებთ, რაღაცაირად ცდილობთ თავის დაძვრენას და დამნაშავეების ძიებას და ისრების სხვისკენ გადატანას, ოღონდ დამნაშავეები არ გამოჩნდეთ. მარაზმი.
ხო და კიდე ერთად დავამატებ რა იცი რაზე ვგიჟდები რომ აი იქნებ რა მოხდა აი იქნებ აი ეს უნდა და იქნებ არ უნდა და იქნებ აი ისე მოხდა იქნებ ასე მოხდა ხალხო მე ვყვები იმას რაც მოყვა თვითონ ბიოლოგიურმა დედამ რაც მითხრა ჩემ ჩასახვაზე და ჩემ გაჩენაზე ანუ თავად რაც მომიყვა როგორც მოხდა იმას ყვები და ხალხს არ უნდა იმის დაჯერება რაც რეალურად მოხდა და რასაც ქალი ამბობს და თავის ისტორიებს ხსავენ რომ იქნებ ესე მოხდა ბიჭო ანუ ქალი ამბობს რომ ქალი იძახეს რომ ამისთვის არ მეთქვამსო მამა იძახეს რომ ჩემთვის არავის არ უთქვამსო ქალმა თქვა რომ წავედი რომ ანუ ესე ვთქვი რომ ვითომ ქისთან მქონდა და მე ვიდოდი კესის ოპერაციის გასაკეთებლად არა და იქნებ ისთვის ან ბიჭო რა იქნებ რაც თქვა ადამიანმა იგივე ვთქვი მე რატომ თხზავთ და რატო გინდათ რომ რაღაცა ლეგენდა შექმნათ იმისგან რაც არ არის რატომ ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ ცდილობთ სხვა ადამიანების დადანაშაულებით ერთი მხარის დადანაშაულებით მეორე მხარის სუფთად გამოყვანას. როდესაც შეიძლება რომ არც ერთი არ დავადანაშაულოთ. როდესაც შეიძლება რომ თქვათ რომ მოხდა რა მოხდა, ბევრს ემართება ესეთი რაღაც. ბევრს მე არც პირველი ვარ ესეთი შული, არც უკანასკნელი. ხო შეიძლება რომ დამნაშავეების ზებნის გარეშე დასრულდეს ეს ისტორია, უბრალოდ თქვათ რომ აი მოხდა. ან ორივემ დააშავა. ან არც ერთმა არ დააშავა, ნუ აი აყვნენ ნებას და ნუ მოხდა. რატომ უნდა ვეძებოთ დამნაშავე იქ, სადაც არ არის და რატომ უნდა ვეძებოთ დამნაშავე სხვაში და იმ სხვა ადამიანის გაშავებით რატომ უნდა გავამართოთ მეორე ადამიანი. აი ეს გამაგებინეთ რა. ზოგადად ქართველების ენია ეს რომ სხვისი გაფუჭებით გვინდა რომ ჩვენი თავები კარგად წარმოვაჩინოთ და არ არის ესე არ გამოვა იმიტომ რომ სხვა თუ ცუდია არ ნიშნავს იმას რომ შენ კარგი ხარ და სხვა თუ კარგია არ ნიშნავს იმას რომ შენ ცუდი ხარ ჩვენ ყველანი ვართ ისეთები როგორებიც ვართ ჩვენი მინუსებით პლუსებით დადებით და უარყოფილი მხარეებით ასე რომ შეეშვით სხვა ადამიანების გაშავებას და შეეშვით სხვა ადამიანების ლანძღვას მე არ მაინტერესებს რა მოხდა 40 წლის წინ. ანუ დამნაშავეს არ ვეძებ ხვდებით, აი დედას გეფიცებით, ნამდვილ დედას ოღონდ, ვინც გამზარდა, რომ არ ვეძებ მე დამნაშავეებს და მე მშობლების მოძიება არ მინდოდა, იმიტომ რომ ვიღაც დამედანაშავლებინა. უბრალოდ ერთი ფაქტი არის სახეზე. რაც მოხდა 40 წლის წინ, იგივე ხდება ეხლაც. ხო და ძალიან გთხოვთ შეეშვით სხვის დადანაშაულებას რა.